გამარჯობა! ეს ჩემი სახლის vlogis პირველი ვიდეოა ამ წელს. გილოცავთ ახალ წელს. კარგი წელი გქონდეთ და ძალიან მაგარი სურვილების ასრულებას გისურვებთ და დღეს 2025 წლის რომელიღაცა იანვარს ამ სახლში რომელიც გონი უკვე ყველა ძალიან გვიყვარს, მე და ჩემი მეგობარი პირველად გავატარებთ 24 საათს, ანუ ახლა რომელი საათიც არის, ხოლო იგივე დროს გავთ აქედან, ანუ მთელ ღამესაც გავატარებთ აქ. ჩვენ გვაქვს სამწვაძე, ჩვენ გვაქვს პომიდორი და წვენი, რა გინდა სხვა. აქ დაჩენის განმავლობაში ვნახავთ, რა სირთულეებს შეიძლება გადავაწყდეთ, რამდენად ხვაურიანია აქაურობა, ღამე, რამდენად კარგად ანათებს ეს ნათურების ახალწო დეკორაცია უკვე ჩამოვხსენით. ეკლესიაშიც გადავირბენთ, გადმოვირბენთ, რაღაც შეიძლება ბაზრობაზე ჩავიდეთ, იმიტომ რომ საკეთი გაგვიფუჭდა ერთ-ერთი კარის. მარტივი არის უკანა ეზოდან გადაძრომა. მაგრამ უკანა ეზოს კარი, რა თქმა უნდა, ჩაკეტინი მაქვს და ვერ გადმოვალწინ ამიტომ დაახლოებით აქედან მოგვიწევს. რთული არ არის, უბრალოდ აი ეს არ არის. გადაძრები? ეს არ სცადოთ არავის. მართლა არ სცადოთ. კარგად ვარ. კარგად ვარ. და ნახოთ რა როგორი იქნება. ეს მაგალითად აი ეს სკამი საერთოდ არ არის სანდო, იმიტომ რომ დამპალი არის. მაგრამ მგონი კარგი იქნება. ასევე შეიძლება გვესტუმროს ჩვენი რომელიმე სხვა მეგობარიც, რა ყველას გითხარით მოდით თქო და ვინც მოხოთ, კაი იმწვაც მოიგებთ ჩემი აზრით და კიდე რა გეგმები გვაქვს დღეს? საწოლი უნდა გავაკეთოთ. საწოლი ასე ოფიციალურად არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ზუსტად ისეთი საწოლი გავაკეთოთ, როგორც მე მაქვს ჩემს ოთახში. გვაქვს თეთრად შეღებილი პადონები, რომელიც ახლა ჯერ მაგიდა არის, ჩემი დაბადების დღიდან. ამ პადონებზე დავდებთ თუ ბარბარიზმი არის ბოდიში მატრას და კომენტარებში მითხარით მატრასი როგორ არის ქართულად და შემდეგში აღარ გამოვიყენებ. და მან დავწევით. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბიძაჩემმა ვერ მოასწრო მეორე მატრასის მოცემა და ერთ საწოლიანი გვაქვს, მაგრამ იცით რა არის, ორივე ძალიან ფით ვართ, მეც და საშაც და დავეტევით თუ არა და ეხა ძირს ვის არ უძინია რა. მობრძანით. ასევე გქონდა ასეთი იდეა, რომ კარავი გაგვაშალა ოთახში. რომ უფრო თბილად ყოფილიყავით რა. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ფიზიკაზე ისწავლიდით, რომ ტანსაცმელი გვათბობს ჩვენ ვათბობს ტანსაცმელს. და რაც უფრო აი ესე თერმოტანსაცმელი გაცვია, რომელიც შენ სითბოს კარგად არატარებს და ინარჩუნებს, უფრო კარგი. ამიტომ ამ ხელ ოთახში პატარა კარავი რო აგვეწყო, უფრო თბილად ვიქნებოდით, მაგრამ მე კარავში ეს მატრასი არ ეტეოდა და მოკლედ. წინაზე აქ რომ ვიყავი, ჩემო გოგოებმა მაჩუქეს ბალიშის პუფი. ითხოვეთ და მოგეცათ. შმებრო, ჩემს vlogში. მოგწონს ჩემი სახლის მდებარეობა და ჩემი სახლი? კი, ძალიან და მინდა რომ წინა ხედიც ანახო. ახლა რა დავალებები აქვს შმებროს? სინამდვილეში დღეს კინოჩვენებაა ჩემს სახლში. ლაშა თავისი უძლიერეს ხელებით გადმოათრევს ბალიშს ჩემი საბარგულიდან გოგოებმა მაჩუქეს ბალიშის პუფი, ლიკურის რო აქვს. ეს პუფი არ დაგიმეორებს ძლივს ჩავტენეთ მანქანაში. მე და დედა ჩემმა. კი. მიდი შენ, აბა შენიც. ანუ წარმოგიდგენ მე და ნატამ ვქენით ეგ. და ამის გამო უკანა სავარძლები იყო წინ გადაწეული. თან ძალიან წინ. მძიმეა? კი. ლინა მითხრა რომ აქ დასასვენებლად მოდივარ. ლინა მითხრა რომ აქ მოვდივართ დასასვენებლად. და მოვალ იმისაც რომ ვუყურო ფილმს. ლინა მომატყუა. Strong army, wow, great. ანუ აი ისეთი პლეისი არის, რომ აი ოჯახობით რომ მოხვალ, მეგობრებთან ერთად დღესასწაულებზე ცხოვრებით. კი, მაგრამ გასაკეთებელია ძალიან და დიდი ალბათობით ლინა აკეთებს ახლა. მაგრამ თუ ასეთ რაღაცას დამძახეს, მე აღარ მოვალ. მე რატომ აბარებ? ლიკურის დააბარე. It's just what you do. Stop, კარს დავკეტავ. მე აქ შევღებავდი იატაკს. აი მე შევღებავდი. ცისფერი. ცისფერი იატაკი. და ღრუბლები. დანამ უკვე მატკინა წელს, ამიტომ აღარ მეშინია. Oh yeah. ეს ბალიშის პუფი ძალიან მინდოდა. არ ბევრი სხვა რაღაცასაც მინდოდა, მაგრამ ამას მაინც ყველა ვარიანტში ვიყიდდი და ძალიან მიხარია რომ მაქვს. აქ იმიტომ არის რომ
არ დაობდეს, ან ჩემი მიგონებით თუ აქ თაგვი არის, აქ ვერა მოვა და დაცული არის. წინაზე აქ მოვაწყეთ კინოჩვენება, ეს დავკიდეთ და ძალიან მაგარი ფილმი გავუშვით. რაც Christmas ფილმი იყო და გაჩვენებთ რა შმებროც აქ იყო. ლინა მიცის რომ მე ვარ მოუხერხებელი, რის გამოც დახმარება საკითხავს. შმებროს მოყვანა გინდათ ვიცით, მაგრამ შმებროს ყოველთვის არ ცალია და როცა მოიწლის აუცილებლად მოვა და დღეს თუ ჩამოვლენ ჩემი მეგობრები, ან ვინმე მაინც თუ ჩამოვა, კიდე ერთ კინოჩვენებას მოვაწყობთ. ჩემი და საშას თასკი ახლა ის არის, რომ მაგიდა გადავაწყოთ საწოლად, ოღონდ ისე რომ მაგიდაც დაგვრჩეს. You know what I mean? და მე მივდგეთ მოვდგეთ რა. სად დადგავდი საწოლს. ჩემი აზრით საწოლი უნდა დავდგათ ახლოს კართან. ლოგიკური არა, რომ რამე? ან წარმოიდგინე აქ წევარ. ეხლა ესე წევარ. არა, იქ არ დაწვე. კაი. ვერ დაწვე. ესე წევარ. ძინავს. რომ რამე მესმის ხმა. სიტყვაზე, არ გაშინებ, მაგრამ სიტყვაზე. დგები ეგრევე და ჩავიცვი შარვალი თუ რას მაქვს, ჩავიცვი. და რომელი კარიდან გაგვიხარ? ამ კარიდან. და სად მივდიხარ? ზემოთ. მივდივარ, ნახე. მივდივარ. ავდივარ ამაზე, ეხლა თეორიულად წარმოიდგინეთ, რომ ავდივარ ამაზე. კი. ავდივარ ამაზე და მივდივარ. ხო, პრინციპში აფექტურ მდგომარეობაში და პიჟამოებით მართლა ამაზე აზრომაც არ დაგჭირდება, ისე გადავაფრინებით. მაგრამ იმედი ეგეთი რაღაც არ მოხდება. მე მეგონა, იმიტომ გინდა კართან ახლოს, რომ ვაი და ფანჯარაში რაღაც შემოაგდონ, ან რაღაც ანუ ქვა მოგხვდეს, მანქანიდან ასხლეტილი, რომ პირდაპირ შუბში არ მოგხვდეს. მაგრამ ერთი წესი არის, რომ ზურგზე არ გძინავს. მე არ მიყვარს თოთა ზურგზე ძინავთ ჩემ გვერდზე, ან მეც თუ გამეღვიძა და ზურგზე ვარ, მით უმეტეს ესე გუშინ წინ დამესიზმრა, რომ აქ ვარ და თითქოს ეგ პატრონი, რომელიც ახასი არ მახსოვს, გვერდზე სახლში შედიოდა შვილიშვილთან ერთად და მე გადავწყვიტე, რომ გამეცნო და გადავიხედე და ვთქვი, რომ მე და საშა ბლინებს ვაკეთებ და ხوار გინდა თქვა და მითხრა არა, ძალიან მადლობა. და მე აქ უკან ეზოში გადავაწყდით ერთმანეთს. რაღაცა თული მივაწოდე თუ რაღაცა და დავიშალეთ და კარგი შეგრძნება მქონდა რა და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი ამ სახლში, რომ რამე მექნა რა. საშა ეს უნდა მოვასუფთავოთ აუცილებლად და მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტები, ჩამოგვიწერეთ რა ხელსაწყოები ჩამოვიტანოთ აქ, ნიჩაბი. აი ყველაფერი ფოცხი თუ რაღაცა. ყველაფერი არის საჭირო რა. მე სანამ ახლა იმიტომ არ გთავაზობთ ესე აქტიურად მუშების ჩართულობის ამბავს. ჯერჯერეთი არ გვაქვს შესაძლებელი ფინანსები და თან გაზაფხულზე რო გაშრება ყველაფერი, მაშინ დავიწყებთ რა. ეს უნდა მოვანგრიოთ თლიანად. ნახეთ როგორი ყრუხმა აქვს. ასეთი ხმა კიდევ არ უნდა გქონდეს. ნუ უნდა მოვანგრიოთ, გავაშიშვლოთ. ამას ახლა პროფესიონალი იტყვის კონსტრუქტორი უნდა მოვიყვანო პირველ რიგში, რომ მითხრას საერთოდ ამ სახზე რისი გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით მოვანგრევთ, ჩავალთ ბეტონამდე და მერე უკვე დავიწყებთ თბოიზოლაცია, გაჯი, შპაკლი და ასე შემდეგ. ეგ არ გაგვიჭირდება. გადავაწყოთ ის საწოლი უკვე? ჯერ ეს ვქნათ. რითი? Work smart, not hard. მე არ ვარ რადიკალი და მე მგონია რომ ციფრული მუშაობაც კაია და მაგრამ ფიზიკური მუშაობაც საჭირო და აუცილებელია რა. კიდევ დღეს თუ მოიცლის ამ სახლის ყოფილი მეპატრონე ვინც მომყიდა ეს სახლი. იმან უნდა წაიღოს ძველი ავეჯი და ძალიან მაგარი აქტიურად სახლი დაიცლება. თორნიკე, ჩემ ვლოგებს უყურებ? ხო, ისე უყურებ? მაღაზიაში შევდივართ ხოლმე ან სადმე რა, რომ მეუბნებიან რომ ლინაკო გიყურებ და შენი ვლოგები ნანახი მაგ და რა მაგარია, საშა თუ არის მან ესეუბნება რომ უყურებ დაბადების დღის ვლოგი ნანახი გააქვს და ისინი ეუბნებიან რომ კი ნანახი მაგ და ესეუბნება რამდენჯერ. იმიტომ რომ თვითონ ალბათ ერთი 10 ჯერ აქვს ნანახი რა ისე მოწონს და ეგრე ეკითხება ხოლმე. საერთოდ პირველი ის უნდა გავარკვიო ამ სახლის სახურავი. ხის არის თუ ბეტონის? ჩემი აზრით ხის არის, მაგრამ მაინც უნდა შევამოწმოთ რა. შემდეგი თასკი არის საწოლის გაშლა, შემდეგი თასკი არის უკვე სამწვადე მომზადება. ეს არის საშას ბედნიერი ცეკვა. არა, ესე. ერთხელ ჩემმა კატამ საშას დაუწერა სიმღერა. რომელიც ასე ჟღერს. მიხარია რომ გიცნობ საშა, შენთან კარგია,
მოდი აქ და მომეფერე ურა კარგია საშა საოცარი შესრულება საოცარი შესრულება საოცარი სიმღერა საოცარი ადამიანი არის საოცარი ადამიანი საშა რა ზოგადად დიახ აი So, geniალური აბარა. Christmas tree, na 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 na. საწოლი გადავწყვეტეთ რომ უნდა გავუკეთოთ აქ. რატომ? პირველი, როცა ოთახის შუაში არ მიყვარს, ოდესაც წევარ, თუ საშა ჩემ გვერდზე. წევს და არის ზურგზე და გავიღვიძებ, მე ღამე აუცილებლად ვაღვიძებ საშას და ვეუბნები, გადაბრუნდი. და მე ეს არის საშა მარიამი ნინი. დედა ჩემი ყველა ლიკური ყველა თქვენ არ გაქვთ უფლება ჩემ გვერდზე ზურგზე დაიწვეთ არ მაინტერესებს ახლა იცი რა გამოგვივიდა სამსახურში მენეჯერთან რო გადავობდა ხუმრობდა რო გეუბნება ახლა საქმეს მიხედე ეგ იყო მართა მეგონა რომ წყალი ჩამოდიოდა ამდენი ხანი აქ მე რა საშინელება ვინ დაასხა აქ რაღაცა მე არ ვიყავ უეჭველი ჩემ დაბადების დღის რომელიმე სტუმარი იქნებოდა არ ვიცი ესენი რატომ აქვს მაგრამ მიყვარს გინდა გარეთ დავდოთ სადმე ლამაზად კი სად დავდოთ? აქ. აუ აი. I've been cheated by you since I don't know when. Perfect. ჩემი აზრით ამაზე ორივე ვერ დავეტევით. ჩემი აზრით დავეტევით. ჩემი აზრით ვეტევით. სულზე აპირებდი ძილს, ხარ გვერდზე უნდა დაწვეთ. ზურგზე არა. არა, მოვიწევი, აქ არის ადგილი. მოიწენა ხელამდე ისე ცელოქია. ხო, ვეტევით ანუ, ხო? და შენ ეტევი, ხა არ ვაძები. Approved. Approved. Yay. რო გითხრათ, თქვენ თუ გაქვთ გამოცდილება მწვადი შეწვის, ცეცხლის ანთების და ასე შემდეგ. გამოცდილება საფუხაროდ არ მაქვს, მაგრამ იმისთვის ვშვებით დღეს რომ ვისწავლოთ. ამიტომ დღეს ვისწავლი. სანთებელა თუ გაქვთ? სანთებელა მახსოვს რომ სკოლის ექსკურსიებზე ამოსყიდულით ხოლმე და როგორც მახსოვს ჩვენ აქ ჭირდება აგურები ან ქვები. ქვებით სწავლა დიახ, ეგ მინახავს. საიდან მოგვაქვს? ჩვენ ახლა ბუნებაში ვართ, ჩათვალე. ყველგან ვიპოვით, გარეთ გავალთ. ან დაახლოებით 6 ან 8 წელი გვინდა. დიახ. ეს ღობის კედელი იშლება. შევამოწმოთ ჩვენი არაჩვეულებრივი ავტოფარეხი და არა მხოლოდ ავტოფარეხი და შეიძლება იქ რამე ვიპოვოთ. Come on, don't leave me, it can be. სიბნელში ამ სარდაფის ცოტათ მეშინია. ქვები უნდა ვიპოვოთ. აი იმენასა. არა, არც იდო ამაზე არ არის. ისე აქვს დადებული. აი, ორი აგური აქედან, ერთი აგური ერთი ქვე იქიდან. მაგარი იყო? იცი რა მაინტერესებს? ჰა. არ ვიცი ცეცხლის დანთება მართლა არ ვიცი. ამ შავს წაიგდა. ანუ ეს არის პერფექციონიზმის ძეიმი. ჩვენი ლაბაზი სახლი. აუ ეს ის ბალიშია. რა საყვარლობა. დედა აქ ვჩები. აუ რა კაია ლინა. ეს ნამდვილად ყველაზე კარგი რამ არის რაც ოდეს მე შენთვის გვიჩქებია. აი არ ვიცი. თუ უყურებთ ის ამერიკელი ქართველი ქალი რო არის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და ახლა ღვინო რო აქვს, დანიელის ღვინო. იცი რა არის? ერთი ქალი არის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, იქ გათხოვდა თუ რაღაცა ჩამოვიდა და ეხა თუშეთშია. ჯირითი იცის რაღაცა და ღვინის კომპანია გააკეთა და ყველის რა და ესე აქ ხოლმე ვიდეოები ჩართე ერთი. აი ეს არის ნამდვილი მწვადი რა. ესე ჯავს და ოღონდ ყველზე ამბობს ამ ღვინოზე რა. აი ასეთი ქისის ღვინო, ასეთი მწვადი ვერსად ვერ კეთდება, მხოლოდ ჩემი სახლის ეზოში. ამ 4 აგურში და რაღაც 8 ლარიან ნახშირში რა. ასეც ჩემი კლასელებიც ვერ წოდდნენ რა. ნახშირს ხო გავს? უგემრიელესი ნახშირია. ეს ძალიან მაგარია.
მოკლედ 2025 წელს ვისწავლე ხელიდან ნაკრების ამოღება და მწვადის შეწვა საშასთან ერთად და იმედია კიდე ბევრ რაღაცას ვისწავლეთ. საშა ხო გახსოვთ ჩემი დაბადების დღეზე რას ამბობდა რომ ლინას საერთოდ ევერესტზე ავალ ხო და ეს არის ჯერჯერობით ჩვენი იანვრის ევერესტი. არა, კარგია. ეს ჯოხი ძალიან კარგია, recommended. გონია რომ მანქანა ამედევნა. არა, ეხავე გავ. უეჭველი ხდანო წვალთ სადღაც. გეტყვი საყვარელო. ეს აზრი არ ექნება. რატო ჩამოხვედი? რატო უნდა ჩამოსულიყავი? იმიტომ რომ შენკენ მინდოდა რომ ყოფილიყავი, შენკენ მომეჩქარებოდა. ახლა იმას მეუბნები მარიამს რომ უთხარი თვიტირეთო და იმიტომ რომ შენკენ მინდოდა. მოკლედ ჩემი სამი ძილის სამი ისტორია, რომელიც ლინასთან მაკავშირებს არის შემდეგნაირი. პირველად ვიძინებდი საერთოდ ლინასთან ერთად მოწიწებით წევარი, სადაც ჩემთვის ჩემ კუთვნილ პატარა 3 მმ-ზე, იმიტომ აი ესე კოალასავით რო ხარ მომჯდარი. მესმის სიმღერები. დღე რო გათენდა, ლინაკოს აი ძალიან ისე შვიდად ვეუბნები, რომ მთელი ღამე რაღაც ხმები იყო გესმოდა და ლინა მეუბნება, რომ ხო ჩემი ძილის პლეილისტია. შოქი როგორ არ უნდა იყოს, ფარდას არ გიტოვებს გადახსნის. მესამე და საყვარელი, ვინც არიცით ლინაკო ვერიტანს, ვინც არიცით რა ვისეცოდინება რომ ლინაკო ვერიტანს თუ გძინავს პირაღმა, აი მიცვალებულის პოზაში თუ გძინავს, შეიძლება გადავიდეს დედამიწიდან. ჩვენი ბაბუ კიდე უზეყოლისი ადამიანი წევს შუაში. აქეთ მეუწევ, აქეთკენ მარიკო და ვიხჩობი. აბცო, წყალი გინდა და მეუბნები. ესეოდება. აი ესე დგება ეს საყვარლად. ესე ხო გადატრიალ. არ გინდა. მარიკოს ასე ძინა და ადგომა და ეს. თუ გამოიცნობენ რამდენი წლის ვარ, შემდეგზე დავრჩები. მოდი შემდეგი ვიდეოსთვის ვიზრუნოთ, დღეს ჩვენ აქ არ ვჩევით და უბრალოდ გამოიცანით ჩემი ასაკი. 28 წლის არის სამაკაცმა მაინც აწეროს და შემდეგ ბლოგში დარჩება მართლა. ეს რბილი. ეს არის ჩვენი საწოლი. ვის არ მოსწონს ჩვენი საწოლი? შენ არა უშავს, ეს მიდის ჩემი. აი არა, რბილია და გონი თბილია. აგან. ესე იგი აბცო წავიდა. საშამ დაიძინა. გათხოვა გაუთიშე. ანუ ყინავს ზოგადად აქ რა არის ახლა -4 გრადუსი. სახლში ალბათ -6 გრადუსია, მაგრამ ანუ ისეთი საოცარი ტექნიკით დავამზადე მე საბანი, რომ ძალიან თბილია. მე რა რომ 3 layers მარტო აქ ხედავთ რომ მაცვია. მართლა მეგონა რომ საწოლი მაინც ვერ ჩათბებოდა და გარშემო სიმშვიდეა. მანქანები არ დადიან. არც ხმაურიანი მეზობლები არიან და მეც ვცდილობ რომ არ ვიყო ხმაურიანი მეზობელი და მგონი კარგად და გემრიელად დამეძინება. ხო დილით ავდგებით, ყავას დავლევთ. ალბათ დავცლით ამ სახლს სავეჯისგან. ძალიან მაინტერესებს დილით საშას ვკითხოთ როგორ ეძინა აქ და მაგარი არა, ერთ-ერთი ამას არ უყვარს. არ ვიცი წეგამ თუ არა, მას არ უყვარს. მუსიკა როც არის ჩართული, ან ფილმი თუ არის ჩართული, ახლა პროექტორს ჩავრთავდი, მივანათებდი, ჩავრთავდი ჩემ ვლოგებს და გაუჩერებად ვუყურებდი. ვუყუროთ რამეს? ამიტომ სხვა წერია, რომ რჩევი ჩემ სახლში 24 საათით ან რაღაც ეგეც ხო დავაწერ. და ალბათ მიჩვეული ხართ იუთუბერებისგან, რომ რაღაცის ხმა უნდა გავიგო ღამე და გავიდე და რაღაცა უნდა იყოს. მაგრამ არა, მე ძალიან ჩილო ვლოგები მაქვს და თუ დრამას ეძებთ საერთოდ ვერც ცხოვრებაში და ვერც ვლოგებში ვერ მოგცემთ, ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგად ბიდის და შეიძლება არის ეს საინტერესო იყოს თქვენთვის, მაგრამ უყურეთ რა, მაგარი არა. ხამე მშვიდობის. არ ვიცი ეს მიკროფონი ახლა იწერს თუ არა. მე არ ვარ კრეატორი, ძალიან ბევრი ვეჩარლჩებ, არ ვიცი ჩავცე თუ არა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი და ახალი მადუღარა, რომელსაც ახლავე გავტესტავთ.
ავადუღებთ წყალს და მოამზადებთ იცით რას? ეს რეკლამა არ არის, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვჭამოთ. ნუდლსი რომელიც თქვენ ძნარი ყველი. საიდეური იყო დავდვა, აი. შესახში გავიძება სულ სხვა არის რა. როგორ გეძინა საშა? კარგად ეძია, მეც ძალიან კარგად მეძინა. აი ერთადერთი რა ყურები გამეყინა. იმიტომ რომ ერთადერთი დაბოლოება იყო იმ ჩემი სხეულის იმ ნაწილის რაც ჩანდა. მაგრამ გუშინ აბსოლუტურად მკითხვა რომ გაიყინებითო, მაგრამ ამდენი ფენა იმ საბნის ძალიან ანუ ცხელი იყო რა. დღესაც აქ დავრჩებოდი. მაგრამ ვიღაცის გამო ვერ ვჩები. მაგრამ ახლა უნდა დავცოთ ჩვენი სახლი ავეჯისგან, იმიტომ რომ მოდიან ამ სახლის წინა პატრონები. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მარტო დარჩენა არა და კიდე რაღაც საქმეც მოვასწარით რა. ნუ ერთი საქმე ის იყო, რომ ეს არაჩვეულებრივი საწოლი გავაკეთეთ. მე მგონი კატებიც მყავს. ნუ ჩემი კატები არ არის, მაგრამ დღეს მოვიდნენ და მწვადი ვაჭამეთ. ჰეი. კატები მაგარია. ამასობაში ჩვენი სახლი იცლება. რომელი ნივთზე ტირი ხარ ყველაზე მეტად? სათავსო. სათავსო, რომელიც უკვე წარმოუდგენია, რომ თეთრი იქნებოდა. მე ანუ გონებაში ვფიქრობდი, რომ თუ რომელიმე რამე დარჩება და გადავაკეთებდით, მაგრამ ახლა შეგვიძლია brand new შევიტანოთ. კი, brand new ალბათ უფრო კაი, ახალი ისტორია, ახალი აურა და რაღაც. მაგალითად იუსკიდან, კონტეინერიდან, კი. ემბაუდიდან, მოდუსიდან. ავეჯი არ გვაქვს რა. მართლა? მე ძაღლიც მყავს. ეს არის ginger girly. Hi Gingy. Ginny Weasley. Ginger girly. Let's go Gingy. I also have cats. ორი კატა არის სახში. ეზოში ძაღლი ყავს და სახში კატები. როგორ მოწონს ჩვენი სახლი? რა ვიცი, აბა რაღაცა კარგი. რემონტზე რას ფიქრობ? ვაი, ამლოკა. ჩვენ გაზაფხულზე ფიქრობთ დაწყებას. ხო, მეგონი აი ეს გასაკეთებელი გაქვთ და ეს უკანა ეზოა. მოკლედ, მოდი, აქ იქნება პატარა ესეთი აი შესასვლელი. უიმე, რა კარგია გოგოებო, რა მხელა ეზოა. აქ რას ვაპირებთ? მოკლედ, ამას გავაკეთებთ ძალიან, არ მოგწონს? ამას თლიანად გავაკეთებთ. ამას მოვხსნით. ეს არის ჩვენი ავტოფარეხია. წამოდი განახო. კინა აქ იცხოვრო? Gingy girly. როგორც თქვი, აქ ცხოველებიც იქნებიან თქო და 10 კატა მყავდა გაქცია ამან, მაგრამ მეტი გვეყოლება Gingy. აუ დღეს მაგარი გრძელი დღე იყო. რა გავაკეთეთ დღეს? გავზიდეთ ავეჯი, გაზიდას ავეჯი. ჩემი სახლიდან ავეჯის გაზიდვის ვიდეო ხო ნანახი გაქვთ. მე და ნინი პაჭკორია რო ვათრევთ. თუნმე მართლა ძალიან ძიმე ავეჯი იყო და ნინი ყველა ამბობდა რომ ვინც ეს ავეჯი გაგათრევინა რა ძლიერი ყოფილაო და ყოჩაღ ნინი. ეს ავეჯი წაიღეს, რაღაცები დარჩა მაგალითად ეს სავარძელი დგას ჩემს სახლთან და თუ იცით რომელ რაიონში სად ვარ შეგიძლიათ წაიღოთ. აქ დავაწერ კიდე ფურცელს რომ შეგიძლიათ წაიღოთ თქო. და რაღაცები დარჩა რაც ვიღაცებმა უნდა წაიღონ, იმიტომ რომ მართლა გადასაგდება ძალიან ცოდო არის. სახლი ნახევრად დაიცალა, რაც კარგია. შემდეგში რომ ჩამოვალ უკვე გემრიელად გამოვხვეთ. ვნახეთ რომ გათბობა ირთვება თურმე და არ გავიყინებით შემდეგში და მოდით ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ამ წამს სახლი. ეს ღია გქონდა რომ აქ მანქანა შემოტეულიყო და დაგვეტვირთა. ჩვენ ყავს ალბათ მე-20 ძაღლი, ეს ბიგლუ. კატები დაგვესწრნენ, იმიტომ რომ გუშინდელი მწვადები ვაჭამეთ. ძალიან კაი კატები არიან. ეს ერთი კატა არის. შეძვრა. მისაღებიდან ფაქტობრივად ბევრი რაღაც წაიღეს და კარგია, ესეც უნდა წაიღონ, ან ვიღაცა უნდა გაიტანოს. აქ უკვე კარგად ჩანს რა მდგომარეობაშია კედლები. ეს კედელი არის აი გასიებული მისგან, ნესტისგან და
მივხედავთ ამას აუცილებლად ფანჯრებსაც შევცვლით, მოკლედ შემდეგი ვლოგები უკვე მართლა კონსტრუქტორი ან ინტერიერის დიზაინერი მეყოლება მოყვანილი. ესეც წავა. ნახეთ ამ ოთახში რა ხდება. ფაქტობრივად თავიდან რაც იყო ის, ესენი ყველაფერს წაიღებენ და მე მივხედავთ ამ კედელსაც. აი ეს გამათბობელი ირთვება. ამ ოთახში შუქი არის. ამ ოთახშიც არის შუქი. და კი ბევრმა დამიწერეთ რომ ეს დაიტოვეთ ის დაიტოვეთო, მაგრამ მაინც ხალ სხვისი ნივთებია და რასაც გაიყოლებენ. ეს ყველაფერი მიდის და რჩება ეს საწოლი დიდი ალბათობით რა. იმ ხალხი მითხრა დაიტოვებო. ამიტომ ამ საწოლს გემრიელად მოვაშორებთ. წაბლი არისო, მოვაშორებთ იმას ლაკს. კარგად შევღებავთ თეთრად რაღაც კარგ ფრად რა. ამას ახალმატრას დავადებთ და საწოლი იქნება მოკლედ შემდეგში რომ ჩავრთავთ გათბობას. აქ დავრჩებით. აქ არის კიდევ რაღაც საიდუმლო კარა და რომელიც უკვე აღარ არის საიდუმლო. I did something bad. იმ ხალხმა იპოვა ძალიან მაგარი რაღაცები და ძალიან გამიხარდა რომ გამოსადეგარი რაღაცები იპოვა. ეწუდნიკი იპოვა მხატვრების თან რუსული ეწუდნიკი მართლა კარგი ხარისხია ჩინური არც ისე საბჭოთა კავშირის დროინდელი და პატარა ტელევიზორი იპოვა. და რაღაც სახატავი, რაღაც მასალები და ძალიან კარგია. ეს საწოლი მგონი აი თეთრი რო იქნება მოგვეწონება რა. ის ტყავი შეგვიძლია ვარდისფერი გავაკეთოთ რა მაგალითად. ამებს როცა გაიტანენ, შეგვიძლია შემდეგი დარჩენა ამ ოთახში ვცადოთ, იმიტომ რომ ეს ოთახი მართლა უფრო თბილი შეიძლება იყოს. ასევე გვერდით ასახლის მე პატრონეს ამ სახლის ნათესავებს ვკითხე და სახურავი არის ხის, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მისი მოხსნა და თავიდან ნახლის გადახურვა ძალიან ძვირი იქნება, მაგრამ ძალიან მარტივი იქნება. ეხლა ბეტონის დანგრევას ჯობია რომ ხის იყოს და ესე ნელ-ნელა ახადო და სამზარეულოდან აი აქ რაც იყო ყველაფერი წაიღეს, მაცივარიც წაიღეს. მე ახალი მაცივარი უკვე მაქვს, რაც ძალიან მაგარია. ძალიან დიდი სივრცეა აქაურობას, ნუ ჩამოვანგრევთ ყველაფერს ნახე. აი ყველაფერს ერთიანად მირჩევნია რომ ჩამონგრეული იყოს, ვიდრე ყოველ დღე ესე ვაჭერდე და ამ ოთახში, მთავარ ოთახში, სადაც მე და საშა ცხოვრობდით, ეს დაგვიტოვეს, იმიტომ რომ ძალიან გამოსადეგარი იყო და გამიხარდა ძალიან და ეს ორი ტახტიც გავა აქედან. ამებსაც წაიღებენ. დანარჩენი რასაც ხედავთ, ანუ აი ეს სივრცე არის ჩემი. ყველაფერი არის ჩვენი და აქ ძალიან კარგად გვეძინა, საშახო კარგად გვეძინა. კი. საბოლოოდ ძალიან პროდუქტიული დღე გამოგვივიდა ჩემი აზრით რა. ანუ დავრჩით 24 საათზე მეტი გავატარეთ აქ, ყველაფერი წაიღეს, კიდე წაიღებენ რაღაცებს და ახლა უკვე ვიცი როგორ უნდა მივხედო ჭერს, მიხარია. საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ გვერდით ასახლი ამის გვერდზე არის. საერთო სახურავი ქონდა თავის დროზე და რო შეამოწმეს ნორმალურ მდგომარეობაში არის, ანუ დედიკო თავზე არ ჩამოგვექცევა ეს სახლი. ახლა მოვიდა იმ ბიჭის დედა, ვინც მომყიდა ეს სახლი რა. და ანუ მაგქალა უსაყვარლესი ქალი იყო. შეიძლება ამ ვიდეოს უყურებს. მოგვიყვა ამ სახლის მთლიანი ისტორია რა. რომ ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა, რომ ძალიან სტუმრიანი სახლი იყო. და ისიც მითხრა, რომ ეს სახლი მიტოვებული არ ყოფილა, ამიტომ ახლა კი ვერ შევუცვლი ჩემ პირველ ვიდეოს სახელს. მითხრა რაღაც პატარა ჰინთები, რომ საჯობია დაძინება, სადანთებენ ცეცხლს და ასე შემდეგ. შემდეგში მწვადის გაკეთება თუ მოგვინდება უკანა ეზო უნდა გამოვიყენოთ. ის იყო კარგი გრძნობა, რომ თავადაც თქვა, რომ კი გული მწყდებაო რომ ეს სახლი გავყიდესო. მაგრამ კარგმა ადამიანებმა იყიდესო. მე და საშას გვითხრა და ეგ ძალიან მაგარი არის რა. ვიცი უკვე მე ასე ეპიზოდია სადაც არაფერს არ ვაკეთებ და უბრალოდ გეუბნებით რის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ცოტა ბევრი ფული უნდა მომაგროთ ახლა ამისთვის და მზად ვარ მაგისთვის. ასევე ბევრი მწერეთ რომ დადეო ანგარიშის ნომერიო, სადაც ჩაგერიცხავთ ფულს რომ მაგ სახლის გადაკეთებაში დაგეხმაროთ და მე ახლა აი ამ ვიდეოში დავწერ ანგარიშის ნომერს, სადაც შეგიძლიათ თითოეულ გადაირიცხოთ, თუმცა ეს ანგარიშის ნომერი არ არის ჩემი, მიმღებსაც მივაწერ. ეს ანგარიშის ნომერი დიდი ალბათობით ეკუთვნის რომელიმე ბენეფიციარს, ბავშვს, რომელიც ახლა მკურნალობს და თქვენი ლარიანი მას უფრო დაჭირდება, ვიდრე მე. ამიტომ თუ ჩემი ვიდეოებით ერთობით, მე რა შეგიძლიათ რომ გამიკეთოთ, ის არის რომ ბოლომდე უყუროთ ამ ვიდეოს და დალაიქოთ და თუ ფინანსური მხარდაჭერა გინდათ რომ მაჩვენოთ, ძალიან გამიხარდება ჩემი სახელით თუ გადაურიცხავთ ამ ფულს, თუნდაც ლარიანს აი ამ ადამიანს. ახლა ორი წამი გავშეშდები რომ თუ ტელევიზორში უყურებთ ამ ვიდეოს, გადაუღოთ და დააკოპიროთ მარტივად, ან თუ მობილურში უყუროთ, დასკრინოთ და გადააკოპიროთ.
გაზი ვერ ჩავთე სამწუხაროდ ალბათ გადასახდელია და დიდად ელექტრობასაც არ ვიყენებ, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გადასახადები ბევრი არ მომივა. ახლა ამ სახში პიანინო ნამდვილად დაეტევა ერთი 8 ცალი პიანინო შემოვთავაზეს და რომელიც ყველაზე კარგ მდგომარეობაში იქნება და ყველაზე დაბალ სართულზე რომ მარტივად ჩამოვიტანოთ, მაგას ვიზავ. თუ იცნობ სახურავის კარგი ხელოს არის. ოღონდ არა ძალიან მეძვირეს, რომელიც ამ სახს ამსახურავს ახდის და ახალს დააშენებს და სხვენიც გამოგვივა. დამიწერეთ მისი ნომერი ან დამაკავშირეთ Instagram-ზე მომწერეთ. თუ თქვენ ხართ სახურავის ხელოსანი, დამიკავშირდით და დეტალებზე დავილაპარაკოთ. რომ დაახლოებით წინასწარ ვიცოდე რა გაზაფხულზე ან ზაფხულში უკვე რაებს ვაკეთებთ რა. ჩემ არხზე უკვე 19500 გამომწერი არის. რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი ადელის კონცერტის ვლოგს, სადაც ელენი ამბობს, რომ ლინა რამდენი გამომწერი ყავს, მან ტყავს ალბათ 9000 და ვამბობ 20000 მეთქი. და ახლა 20000 მართლა რომ მიუკაკუნე ძალიან მიხარია. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, იმიტომ რომ მეც რო ვუყურებ ხოლმე ჩემს საყვარელ YouTuber-ებს მე ვამუღავებ რომ არ მაქვს მათი არხი გამოწერილი და თუ მართლა გინდათ რომ ხარი დამიჭიროთ და გამახაროთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ ვიდეოები და თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ. არ ვიცი ნახულობთ თუ არა, მაგრამ ყოველას კომენტარს ვალაიქებ, ანუ იმას ვალაიქებ, რაც წაკითხული მაქვს, რომ მეც დავწმუნდე რომ ყველა წავიკითხე და თქვენს აზრსაც ვითვალისწინებ. ერთ დღეს შეიძლება ჩემი YouTube მაყურებელიც შემოვიერთო რომ რაღაცებში დამეხმაროთ. აბა, შემდეგ ეპიზოდამდე შევხვდებით მე, რომელიმე ჩემი მეგობარი, იმედია საშა იქნება და ჯინჯი თუ მოვა კიდე. მოხვალ. All right, let's go. წამო ჯინი. გონი ამდენი ხანი არ უნდა ჭირდებოდეს, ხო?